Country, Georgia! Let's go, man! მოგესალმებით Fight Hopper-ებს, ნოსტალ გიორგი, რომეო 50 ცენტერაძე, ეპიზოდ 232, პირველი დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი საქართველოდან, ნიუ-იორკიდან, პეკინიდან. ჩვენ დავბრუნდით ახლა კატარიდან. კიდევ ერთი ისტორიული მომენტი ქართულ MMA-ში. და რა თქმა უნდა, დღეს ჩვენი განხილვა იქნება UFC კატარი კერძოდ ალექსანდრე თოფურიას დამტკიცება და რა თქმა უნდა შევეხებით მთავარ ბრძოლას, რომელიც იყო წარუკიანი ჰუკერი და ნახავთ როგორ შეიძლება რომ განვითარდეს სიტუაცია ორივესთან ალექსანდრე თოფურიას სიტუაციაც და რა თქმა უნდა ილია თოფურიას სიტუაციაც. რომი, როგორ ახარ? გამარჯობა გიო, მოგესალმებით მსმენელებს. კარგად ვარ, არ ამიშავს. გახარებული ვარ, პირველ რიგში გილოცავთ გიორგობას, ყველას. მეორე რიგში გილოცავთ ალექსანდრე თოფურიას გამარჯვებას და კიდევ ბევრი მოგველოცოს მე და გიოს თქვენთვის. დავბრუნდით კიდევ ერთი ეპიზოდით, სანამ დავიწყებთ ამ ყველაფერს მორიგ პროცესს, მორიგ ეპიზოდს. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ, მოიწონოთ ვიდეოები და ასე შემდეგ. უფასოა ეს ყველაფერი და დაგვეხმარეთ, რომ გავზარდოთ ჩვენი YouTube არხი და ჩვენ განუწყვეტლივ მოგაწვდით MMA-ზე ახალ კონტენტს და სხვა საინტერესო სტუმრებს მოვიყვანთ, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით და თუ კი ასევე ვინმეს ექნება კითხვა, სურვილი ტექნიკურ დეტალებზე ვილაპარაკოთ, ბრძოლის სამწუხაროდ არც ბევრს აქვს ამის სურვილი, მაგრამ აქვს ზოგიერთს და თუ კი ექნება მომავალში ამის სურვილი, ესეც შეგვიძლია რომ ამითი მოგამარაგოთ ამ კონკრეტულ YouTube არხზე. ერთსაც დავამატებ, რომი არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვართ პოდკასტი და არა მხოლოდ YouTube-ზე, ვართ Apple Podcast-ზე და Spotify-ზე და იქაც თუ მოგცეთ ხوارსკვლავიან შეფასებას, ძალიან დაგვეხმარებით. ხო, მოდი დავიწყოთ ალექსანდრე თოფურიას ბრძოლით, იმიტომ რომ თლიანობაში ორივე ბრძოლა საინტერესო იყო ეს ორი ბრძოლა ჩვენთვის ქართველებისთვის. პირველი იყო ალექსანდრე თოფურია და მთელ საქართველოს თქმა უნდა აინტერესებდა კი არა და მთელი საქართველო უყურებდა, ვინც MMA-ს უყურებს და გულშემატკივრობდა და მეორე იმით იყო საინტერესო, რომ შეიძლებოდა გამოევლინა ბრძოლას ილია თოფურიას პოტენციური მოწინააღმდეგე მომდევნო მომავალი. და მე მგონი გამოავლინა კიდევაც ჩემი აზრით არმანმა საკმარისზე მეტი გააკეთა უკვე იმისათვის, რომ იბრძოლოს 155 ფუნტის ქამრისთვის ილიასთან. დავიწყოთ ალექსანდრეთი, ხო? კი, მე ესეთი შთაბეჭდილება დამჩარო, თითქოს ამ მოგებამ რა. ალექსანდრე თოფურიასთვის ეს მოგება იყო რაღაც დამტკიცება რა, რომ არის თავისი კაცი რა. არა მხოლოდ ილიას ძმა არის და თავისი მებრძოლი არის რა. ბევრი პოზიტიური შეიძლება ითქვას მის ამ პერფორმანსზე და რა თქმა უნდა ჩვენ რო ვისაუბრეთ, ორივემ თქვით, რომ ადვილი ბრძოლა არ გვეგონა რომ იქნებოდა ეს. და ჯამში ადვილი ბრძოლა არ იყო, მაგრამ რაღაც მომენტებში ისე გამოიყვანა, როგორც ვეტერანმა რა. ძალიან გამოსtildeლ მებრძოლმა და საერთოდ ზიანი არ მიიღო. მაგრამ ისე მინდა რომ გავიმეორო, ადვილი ბრძოლა არ იყო და აი მართლა დიდი დამტკიცება იყო, რომ თავისი კაცი არის და ბანთამვეიში არის ერთ-ერთი ძალიან საშიში კონტენდერი ჩემი აზრით რა. ნამდვილად ეს იყო ალექსანდრეს რიგით მეორე ბრძოლა UFC-ში. სიტუაცია ბრძოლამდე როგორი იყო? ალექსანდრეს ახლა UFC-ის გარეთ დიდი კარიერა არ ქონია. სასწაული ხო, არ ქონდა ბევრი ჭუბები, არც ისეთი რთული და დიდი სახე და სერიოზულ მოჭუბებთანაც არ ქონია, მაინც და მაინც მას ჭუბები UFC-ის გარეთ.
UFC-შიც ალექსანდრე რომ მოხვდა, ალექსანდრეზე უფრო დიდი და ესეთი შთამბეჭდავი კარიერა რო ქონია UFC-ში, UFC-მდე ბიჭები, თქვათ იგივე ტანზილოვი და სხვები, ანუ UFC-ში ალექსანდრე რომ მოხვდა, იყვნენ უკვე ბიჭები UFC-ს გარეთ, ვისაც უფრო დიდი ესეთი შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდათ UFC-ს გარეთ და უფრო თქვათ მოიაზრებოდნენ მოწინავე მებრძოლებად UFC-ში მოსახვედრად საქართველოს სახელით, მაგრამ ალექსანდრე მოხვდა. და ანუ იყო ეს კითხვის ნიშანი, რომ შეუძლია თუ არა ალექსანდრეს აი ამ ყველაფრის შემდეგ დაგვანახოს ის დონე. თუ უბრალოდ ილია თოფურიას ძმა როა, იმიტომ უყურებთ, ილია თოფურიას ძმა როა, იმიტომ გულშემატკივრობთ, იმიტომ გველოდებით მაგის ჩხუბებს და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. და დღეს და მე როგორია პირველი ბრძოლა იყო დებიუტანტთან, ის თვითონაც დებიუტანტი იყო, ის ბიჭი დებიუტანტი იყო. და როგორც იქნა, დადგა ის დღე, რომ ალექსანდრე თოფურიას დაინიშნა და მოხდა ბრძოლა UFC-ს ლეგიტიმურ მებრძოლთან, კარგი, ძალიან სოლიდურ, ძლიერ მებრძოლთან. და ალექსანდრემ ამ ბრძოლით დღეს დააცემენტა თავისი კანდიდატურა, თავისი პიროვნება როგორც მებრძოლის, თავისი პოზიცია როგორც ძლიერი მებრძოლის UFC-ში, ძალიან ძლიერ, ძალიან შთამბეჭდავ ათლეტს და მოჩხუბარს მოუგო დღეს სამივე რაუნდი, დღევანდელ ბრძოლაში ჩემი აზრით სამივე რაუნდი მოუგო, პირველი უფრო ახლო იყო, მეორე ბოლო ორი უკვე უდავოდ ალექსანდრეს სასარგებლოდ დასრულდა. იყო რაღაცეები, რაც აი მაგაზე მინდა კითხო რომ გამოსასწორებელია. რა მოხდა თვალში რა, რაც იყო პოზიტივი, რაც დავინახეთ ალექსანდრეს შესრულებით რა გააკეთა კარგად რა, fight IQ იყოს, თუნდაც კონტროლი იყოს დისტანციის, ან შენი გამოსწილი თვალით ძმაო რა მოგეწონა რა? აი ეს თვალში საცემი პირველი რაც მომეწონა ალექსანდრესი იყო ჯები. ზოგადად ადრეც მაქვს შემთხვევით ნათქვამი, რომ MMA-ში კარგი ჯები არის ისეთივე იშვიათობა, როგორც ძალიან იშვიათობა, დიდი იშვიათობა MMA-ში ჯები. კარგი ჯები, პროსტად. ალექსანდრეს აქვს ძალიან კარგი ჯები აქვს. და ეს ჯები მომეწონა. მაგრამ არ მომეწონა ის თუ ამ კონკრეტულ საკითხს თუ გავყვებით, არ მომეწონა ის, რომ ჯების შემდეგ მარჯვენა ხელს არ აგდებდა ხშირად. ჯებით იწყებდა და ამთავრებდა. ჯები ყველა ჯები წავიდა სახეში, კორპუსში შეიძლება რამოდენიმეჯერ გაშვება და შემდეგ მაღლა ამოსვლა მარჯვენა ხელით. არც ეს არ გააკეთა, იყო ამის შესაძლებლობები ბევრი. იყო ტანში მუშაობის შესაძლებლობები, რაც სამწუხაროდ ამ ბრძოლაში არ გააკეთა ჯერჯერობით ალექსანდრემ, მაგრამ მე მგონია რომ მომავალში ვნახავთ ამას. რამოდენიმეჯერ კიდე რაც მომეწონა იყო ის, რომ ცოტა ხანი პირველ რაუნდში გამოუშვა წინ რო ენახა. აი დატა რა ქონდა შემოსავთავაზებელი თავის მოწინააღმდეგეს, მასზე აი ეს დატა, ეს დეირა ყველაფერი ჩამოტვირთა პირველ ორ წუთში, გამოუშვა წინ მოუშვა. და რომ ნახა ძალა სისწრაფე რომ შეაჩვია თავის მოწინააღმდეგეს უკვე თვალი და რიტმს რომ შეაჩვია თავისი მოწინააღმდეგის, შემდეგ უკვე მიაწვა. პრესინგი ქონდა მაქსიმალური, მე ჩართული მქონდა ვიდეო ვიწერდი. იმ შემთხვევაში თუ რაღაც ფინიში იქნებოდა, რომ აი უცებ რეაქცია მომეცა, მაგრამ ფინიში არ იყო ასე ვიდეოს ჩვენებას აზრი აღარ აქვს, მაგრამ მე ვიძახდი რომ არ შეიძლებოდა რომ მოეშვა, ჩემს მეუღლეს ვესაუბრებოდი, არ შეიძლებოდა რომ გამოეშვა მეტი წინ პირველი 2 წუთის შემდეგ და მართლაც ეგრე იქნა, მიაწვა უკან, დახია უკან მაქსიმალურად და ზუსტად უკან რომ დახია და კედელთან მიიყვანა, რამოდენიმეჯერ ის ბიჭი წამოვიდა ძალიან უხეშად და დაუფიქრებლად ჩამოყრილი ხელებით წამოვიდა ალექსანდრეს მარჯვენა ხელისკენ. მას შემდეგ რა ალექსანდრემ მას ჯებით მიაწვა. ძალიან ბევრჯერ შეეძლო მარჯვენა ხელის მიყოლება მარცხენაზე. მესამე მეოთხე დარტყმას რო გაეკეთებინა, არ იქნებოდა ურიგო. ნუ ახლა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. თლიანობაში ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება იყო. განსაკუთრებით იმ მარჯვენას, რომელმაც მესამე რაუნდში დააგდო. კი. ალმაყანი. ხო, რა შეაძბარბაცა რამოდენიმეჯერ. თლიანობაში ძალიან ისეთი კონსერვატიული, ეკონომიური და ესეთი თავდაჭერილი, აი
ყველაფრის მიუხედავად პლუსების და მინუსების მიუხედავად რაც მე მომწონს ალექსანდრეში ის არის და ზოგადად ორივე ძმებში ის არის რომ აი დასტოინი რაღაცა ღირსეული ტიპები არიან რა და მომწონს ეს ძალიან. შეხომ ჩხუბის სტილი კარგი აქვს, სანახაობრივი, ლამაზად მოძრაობენ და უბრალოდ მოძრაობაში არა საქმე, ფეტევაში რო გადადიან, ლამაზად გამოსდით ეს ყველაფერი ჩხუბი ზოგადად და ღირსეული ტიპები არიან ბრძოლის დროსაც, ბრძოლის შემდეგ ინტერვიუებში, აი ყველანაირად ისეთი წარმომადგენლები არიან ქვეყნის, რომ აი ნებისმიერ ქვეყანას რო დაამშვენებდა რა და ნებისმიერ ქვეყანას რო ენდომებოდა და მოისურვებდნენ რა და მადლობა ღმერთს რომ ყავს ეგეთი ხალხი მაგად გარდა კიდევ ყავს. ხო, ეხლა შენ ახსენე მისი ხასიათი, რა თქმა უნდა და ძალიან დინჯი არის რა. ძალიან დინჯი არის და ძალიან მოთმინება აქვს ძალიან დიდი და აი რაუნდების შორის რომ მიდიოდა კუთხეში ისეთი სიწყნარედ საერთოდ თითქოს არც სუნთქავდაო და მისი ოპონენტი აი თითქოს როგორ იყო იცი რომ აი გამოიარა 9 მთა და 9 ზღვა გამოიარა და ეს იჯდა აი წყნარად სუნთქვაც არ ქონდა ისეთი ხვაზე ხარ და აი რა ვიცი ძმაო ამ ადამიანს ალექსანდრეს რომელსაც ბევრი გამოცდილება თვითონ ამ მაღალ დონის ოქტაგონში ბევრი გამოცდილება არ აქვს და ისედაც რეკორდზე ბევრი ბრძოლები არ აქვს გამოვიდა როგორც ვეტერანი რა და ეს არის ყველაზე სასიამოვნო. მაგარ მოჭუბარს ეჩხუბ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეხლა ალექსანდრეს არ აქვს როგორც მარშალ არტის დიდი გამოცდილება აქვს თელი ცხოვრება ვარჯიშობს და სწავლობს და იზრდება, მაგრამ როგორც მოჭუბარს MMA-ის მოჭუბარს არ აქვს ბევრი ბრძოლები, არ აქვს დიდი ბრძოლები ჯერ ჩატარებული და არ აქვს ბევრი გამოცდილება, მაგრამ მაგარი უნარები აქვს და ეხა იღებს მაგ გამოცდილებას და იმ გამოცდილებას რომ დააგროვებს, მე კიდევ უფრო მაგარი იქნება, რომ ხვალ ზეგ მომდენო ბრძოლებში კიდევ უფრო მაგარი იქნება. უბრალოდ რახან ამ კონკრეტულ ბრძოლაზე საუბრობთ, მე კუთხეში რომ მიდიოდნენ მოჭხურები რაუნდებს შორის, მაგდროს თიშავი ნახე ESPN-ს რა, რატომღაც და რაღაც კრეტინულ რეკლამებს გვაყურებინებენ რა. ხო და მეშინო და თქვა არ დაინახა და არ ეთქვა თავის ალმახანის კუთხეს მაგისთვის რომ ალექსანდრე ესე როდესაც ის მოდიოდა შეტევაში დაცვის დროს თავს ძალიან ხრიდა მარჯვნივ. რამდენიმეჯერ ძალიან უხეშად ჩაწია მარცხნივ თავის თითქოს გამზადებული ქონდა მარცხენა ჰაიკიკისთვის და ცოტა ნერვიულობდი მაგაზე, მაგრამ ნუ გადავრჩით. ბოლო კიდე ფუტვორკის დროს ალექსანდრე აი ესე დადიოდა რამდენიმეჯერ აი ესე გაიარა ძალიან ბევრჯერ მოწინააღმდეგისკენ. აი ესე წავიდა, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. სკუპით ნელ-ნელა უნდა შეამცირო ისა ესე სიარული არ შეიძლება არ ვიცი რატო აკეთებდა ალექსანდრე დარწმუნებულა რომ ეს ჩემზე უკეთ იცის შეიძლება უსაფრთხოდ გძნობდა იმ დიაზი რო შეინობს ხოლმე ხო არ არის კარგი მე ადამიანთა რაცა უნდა გვიყვარდეს დიაზები არ არის კარგი როგორც მე შემიშნე ჭიდაო ანუ თლაც საჭიდაოდ არ გამოსულა ალექსანდრე უფრო დგომში საჩხურად გამოვიდა არ ქონდა ბევრი ცდილობა ჭიდაობის ვისურვებდი უფრო მეტ ფეინტებს და ყველაზე მთავარი ვისურვებდი მეტ აგრესიას ალექსანდრესკენ. ოღონდ უყურე როგორ არის ილია რო ისეთ აგრესიულობას არა. ილიას რადოზითაც არის აგრესიული, ეს ილიასთვის არ კაი. და ჩვენ გვახსოვს ილიას კი ნაღამ დაღუპა ერთხელ ზედმეტ აგრესიულობამ ჰერბერტთან რა. ხდება ეგეთი რაღაცები. ილიას აგრესიულობა თუ არის სადღაც აი აქ ალექსანდრეს აგრესიულობა არის აი აქ და მინდა რომ ცოტა აქ იყოს რა იმიტომ რომ ცოტა დამაგდა ალექსანდრესგან აგრესიულობა მაგრამ როგორც გითხარით თლიანობაში ანუ ხალხმა უნდა ეხლა ამას ბევრი მოისმენს არ მოეწონება და რაღაცები მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის როცა გამარჯვების შემდეგ განსაკუთრებით მე ესე ვფიქრობ უნდა შევხედოთ ყოველთვის იმას თუ რა დაგვაქვს რა შეიძლება გავაუმჯობესოთ რა შეიძლება გავიზარდოთ. ეხლა მე დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს ალექსანდრე და ილიას შეამჩნევენ და ესე თავისთვის კემპში ყოველთვის დაამუშავებენ გაივლიან დარბაზებში რა. თლიანობაში რა თქმა უნდა მეც ვისიამოვნებ ბრძოლით. თლიანობაში რა თქმა უნდა გამიხარდა. და ძალიან მაგარი თლიანობაში კარგი ჩხუბი იყო. უბრალოდ ქართველებისგან უფრო და მინდა რომ აი შეცდომა აი ბრწყინვალე ბრძოლები ვიხილო ყოველთვის რა. აი გარი და ეგ მეტი არაფერი.
კი, მართლა თავისი კაცია რა და არ მინდა ეხლა რომ რაღაც გადავიდე რაღაც ძალიან სხვა თემებზე, მაგრამ აი შევამჩნიე რა, რომ გამოვიდა გადადი რა. ბევრი სხვა ყურადღება. თემებზე. აუ სხვა თემებზე გადადი რა. გადადი რა, გეხოცები გადადი რა. თავისი კაცია რა, დაჟე ის რო იყო რა, ისა TNT Sport რა, BT Sport-ი რო არის, მაგათ ვარო ისა კითხვები იციან რომ ვისაა ყველაზე კაი კარდიო, ვისაა ყველაზე კაი ძალა რაღაცა და მანდ იყო ერთი კითხვა, ვინ არის ყველაზე მაგარი lightweight-იო რა. და აბა გამოიცანი რა უპასუხა ალექსანდრე. თავის ძმა რა თქმა უნდა, რა სიტყვა. არა. და აბა პირიქით ისლამ მახაჩევი დაასახელა და ანუ აზახარ ყველა დროის საუკეთესო ხო, საუკეთესო lightweight-ი ვინ არისო რა. და ისლამ მახაჩევი, ანუ ეს რას მეუბნება, თუმცა რას კი არ მეუბნება, ხო? მიდი, აი მე დავამთავრებ, არა. მეუბნება რომ ეს არის თავისი კაცი და თავისას აწובה ხო აზახარ რომელიც არის ძალიან კაი რაღაცა რა. იქ ვიღაცების რაღაცეები არ აწუხებს რა ფანჯრიდან ისა ქარი ვიღაცის აზრი, ვიღაცის კვილი დატოვებული ტვიტერზე, ვიღაც ჟურნალისტის გამოთქვამი, ხო აზახარ თავისი კაცია და ძალიან საინტერესო იყო ისე. ეს ასევე მე იმას მეუბნება რომ სათანადო დაფასებენ. შეიძლება ილია გამოდის და ამბობს რომ აი დავასაბმითებ ხამების წინაშე ისლამს და ამას უზამდა იმას უზამდა ადვილი იქნება და მაგრამ სათანადო დაფასებენ იციან რომ ურთულესი ჭუბია თუ შედგა ეს ჭუბი და მოემზადებიან სათანადოდ. ეს მე ამას მეუბნება ეს და მიხარია მაგ კუთხით რა. ალექსანდრე თოფურიამ დღეს თუ კი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში რომ არის თუ არა ღირსი ალექსანდრე თოფურია UFC-ში ელიტარულ ორგანიზაციაში ყოფნის და ტოპ 15-ში შეუძლია თუ არა გადასვლა და ტოპ-10-ში ამ ყველაფერს მან დადებითი პასუხი გასცა. რა მთავარი და უცალთ კიდე. და ეხა მომეცი შანსი რომ ამ ხიდით გადავიდეთ და თქვა ის რომ ჩემი აზრით არ არის საჩქარო ალექსანდრესთვის რომ მიცე ისა ჩიტოვერები არც ანდრიან იანეზები და ვინც არიან ტოპ 15-ში შეიძლება ცოტა ზემოთკენ რა. ჩემი აზრით კიდე 1 2 3 ბრძოლა ტოპ 15-ის გარეთ ძალიან მოხდებოდა რა. ოღონდ რა თქმა უნდა მასზე არის დამოკიდებული რა. მოგესმის, მასზე არის დამოკიდებული ილია როშევი და ყველაზე სწრაფი გზა მინდაო და ეგრევე მინდაო და ალექსანდრე სხვანაირი არის ჩემი აზრით. და იმას კი არ ვიძახი რომ ეხა რომ ადრიან იანეს და აჯახოს ეჭვი მეპარება რომ მოიგოს. მაგრამ პირიქით გონია რომ მოუხდება რა. ხოზე ხა და აიღებს ამ გამოცდილებას სანამ მართლა შევა ყველაზე უფრო უხერხულ და მაღალ ეშელონზე რა, რომელიც არის ტოპ 15-ში. შენ დამეთანხმები თუ პირიქით? მეც გეთანხმები მაგაშკიო. არ არის საჩქარო, ჯერ ახალგაზრდაა. აქვს ძალიან ბევრი დრო და შეუძლია რომ კიდე ერთი ან ორი ჭუბი ჭუბოს ისეთი, ანუ ეხლა კლიანობაში ხო ეს ბიჭი ამბიციას თავისუფლად შეუძლია ტოპ-10-ში ნებისმიერთან ჭუბი. ვისაც მოუგო ალექსანდრე. ის რომ დამტკიცებული უმართან წააგო, დებიუტში დამტკიცებული. ხო, უმართან ყველა აგებს მერავის გარდა, ხო? რა ვიცი. არ არის საჩქარო, კიდე მინიმუმ ერთ ჭუბს აი ესეც. აი ტოპ 5 რო ეთამაშება, ტოპ 15 რო ეთამაშება, ან თუნდაც ტოპ 10-ის გარეთ ვინმესთან არ იქნებოდა ცუდი. მე მგონია რომ ტოპ 15-ში უფრო ტოპ 10-დან 15-მდე რომ მისცენ, ეგეც არ იქნება ალექსანდრესთვის დიდი პრობლემატური ამბავი რა. მე მაინტერესებს კი არა და ბიჭო ძალიან მინდა რომ უფრო ხშირად იბრძოლოს. იმიტომ რომ მე სიამოვნებას ვიღებ ალექსანდრეს ჭუბისგან, ისე როგორც ილიას ჭუბისგან. ძალიან კაი საინტერესო სტილი აქვს ორივეს. აი მანიჭებენ, აი მართლა ისეთი როგორ გითხრა, როგორ აი რა სიტყვა, აი ყველანაირად გაკმაყოფილებს fight fans რა, ეგეთი ჭუბის სტილი აქვს რა, კაი კრივი აქვს, დგომი კაი აქვს, სტაბილური, ისეთი solid ჩამოყალიბებული, ჭიდაობა კარგი აქვს, ფიზიკურად ძლიერები არიან, დარტყმა ძლიერი აქვს, სისწრაფე აქვს. დაცვა კარგი აქვს, ყველაფერად ორივე ძმები ძალიან ისეთი სრულყოფილი მოჭყურები არიან და
მინდა რომ ალექსანდრემაც და ილიამაც უფრო ხშირად იჩხუბონ, ცოტა ჩხუბობენ ძალიან, კაი, იშვიათად ჩხუბობენ ძალიან. ეხლა ილია უკვე ჩემპიონია და გასაგებია ჯანმრთელად იყვნენ და უფრო ხშირად გამოვიდნენ. ხო, მინდა რომ ალექსანდრე, ჯანმრთელობას უსწრებ რა თქმა უნდა ორივეს პირველ რიგში, ჯანმრთელობის თავარია მისაც რომ ხშირად იჩხუბო, მაგრამ აი მინდა რომ 1-3-4 თვეში, მაქსიმუმ 6 თვეში კიდევ იჩხუბოს რა. ტოპურიების ოჯახს ულოცავ მთლიანად საქართველოს და ყველა ფაითოპერს გენაცვალეთ ყველას. Alright, მოდი, ხა გადავიდეთ მაშინ Alright. საქართველოში დაბადებულ ჰაის? ეს ჰაია უნდა მითხრა. ბიჭო არ ვიცი. ჰაის ნიშნავს სომეხი ხარ და ჰაია ნიშნავს სომეხი ვარ. ხო და მაგიტომ არ გიპასუხე ძმაო, მაგრამ მეგრელი იქნები და ნუ წარუკიანის ბრძოლაზე რა შეიძლება ითქვას, რა ვიცი, და ეგეთი დომინანტი გამოსვლა, აი ბიჭო, ალიაში ხორცის გადაგდება იყო. სანამ გადავალთ, ეხლა მეგრელზე გამახსენდა, უნდა მოყვე და ეს ძალიან ბევრ იმას გაამხიარულებს, რა ქვია, მსმენელს სახელოსნოში ვიყავი 3 დღის წინ, მანქანა გამიფუშტა და წავიყვანე და ბიჭებს და ორი ლევანი იყო ჩამოსული და ბექა და სანდრო და მეთქი მომაკითხეთ სახელოსნოში ვარ, შორს უნდა დავტოვო მანქანა და წამოვიდეთ ხო რა. ბიჭები დაიძრნენ რა და მე ველოდები ხო და ვიღაც კაცი ქართველი აშკარად ეტყო რომ ქართველი ჯიბეში ხილები ჩასწრული ეს დადის იქ და კიდე ეს დადის წავა ელოდება თავის მანქანას ეს და ქართველი ხარ მეთქი გამოველაპარაკე ახლა ხო აზე ხარ ესეთი ზოგ არ მიყვარს თავის დაფასება და ამ ბიზაკაცია ხო კიო ქართველი ვარ ნეგრული კილო ვიგზენე ეგრევე და ველაპარაკები საუბრები სახელი გვარი იქით რა მეგრელი ხო არ ხართ მეთქი და კიო მეგრელი ვარ მეუბნება მე სადაური ხარ მეთქი გალილი ვარ მეუბნება და მე მეთქი ფოთელი ვარ და ეს ხო ქონდა ხელები და ხო მესაუბრებოდა მანდა და ფოთი რო ხე ოხ კენაცვალე ჩიმოდა ხელი ჩამირწყა ეგრევე თვალები გაუსკინდა ტიპს ხო და მეთქი ოღონ მეგრელი არ ვარ მეთქი გრული ვარ მე რა მე გრულების მეტი რა მყავს მაგაცები მაგარი კაცი იყო რა ბიძა რა უბრალოდ თავიდან ქართველი ხარ მეთქი ისა და ფოთი როგორც კი უხსენე ეგრევე ხელები ამოყარა ჯიბებიდან ჩამეხუტა ტიპი ბიჭო კაი განვაგრძოთ თავარი ბრძოლა არმან წარუკიანი დან ჰუკერი, რომელი დან ჰუკერი ყოველთვის არის აი ძაღლი მებრძოლი რა. და არ მახსოვს შენ თუ გახსოვს ყოფილა თუ არა, ანუ საბმიშენით დამარცხებული. ისლამა მოუღო საბმიშენით. ისლამა, ხო? დანარჩენი სხვა მეტი არ მახსოვს. მაგრამ არმანმა შანსი არ დაუტოვა და მართლა დომინანტური პერფორმანსი შეასრულა არმანამ და აი მე ვფიქრობ რომ მთლიანად MMA-ის სამყარო ვინც უყურებს მართლა ფიქრობს რომ იმსახურებს შენ რო იცი ხოლმე რომ აქ არავინ არაფერს არ იმსახურებსო კაი კაუნტერ არგუმენტი არის მაგრამ ანუ არა ეგრე ზოგადად ეგრე ლაპარაკი რომ მე ვიმსახურებ ამა ეხა არმანმა არმანს უნდა არმანი უკვე იმსახურებდა მე რაღაც უყურას ვიზახი არმანი უკვე იმსახურებდა რეალურად იმიტომ რომ აბა ვინ სხვა კი რაღაცები მოხდა რაღაცები იყო მაგრამ მაინც იმ ჩარლზ ოლივერას მოგებით მაპატიე აი ჩარლზ ოლივერას ბევრს ეგონა რომ ოლივერა მოიგო ამიტომ რომ თული სათქმელია მის მერე რო თქვა რომ იმსახურებსო უფრო მაგრამ დან ჰუკერის მოგების შემდეგ ტიტული იმსახურებ თუ არა მე რას ვიზახი იცი ხო არმანმა ადგა და გამოგლიჯა ყველას ხელიდან ეს რა ქვია დაანახა ყველას რომ ნომერ პირველი კონტენდერია თვითონ რა და მაგიტომაც ახლა როგორ აბა
ვინ არის მარმაზე წინ მაგწონით კატეგორიაში. ის რომ დენ ჰუკერი აღარა რაც იყო ერთ დროს, ეგ ახლა არმანის ბრალი არა. მაინც დენ ჰუკერია გამიგე და მაინც შესრულება უნდა იმას, რაც არმანმა გააკეთა. ხო? მაინც ვიღაცა ქუჩიდან მოსული არ არის დენ ჰუკერი და რა თქმა უნდა, ახლა ის დენ ჰუკერი შეიძლება უფრო გამძლე ყოფილიყო, შეიძლება ვერ დაეფინიშებია, შეიძლება რაღაცა, მაგრამ მოცემულობა რაც გვაქვს, იმის მიხედვით მივდივართ. ამ თუთას არმან ცარუკიანი ჩემთვის უპირობოდ პირველი კონტენდერია ილიასთან როგორც ილიას მომდენო მოწინააღმდეგე, ესე ვთქვათ რა. და ანუ ეხა ბიზნესის და UFC-ის მხრიდან შენი აზრით არის განსხვავება მაგაში, იმიტომ რომ როგორც ისმის უნდათ რომ ანუ ილია უნდათ რომ იანვარში იყოს პირველი Paramount-ის თავარი ბრძოლა, ხო? ეგ არის იანვარი 2 თვეში არის რა. არმანამ ეხლა დაასრულა ბრძოლა რა და საკმაოდ ცოტა დრო არის, მაგრამ თქვა რომ მე იანვარში მე შემოუტრიალდებიო რა და ეხლა UFC-ის მხრიდან სანდო არის, რახან მის ისტორიაში ესეთი ფულაუთი აქვს, რომ ტიტულზე რო ქონდა ბრძოლა და ფიქრობ თუ არა, რომ პადის იმდენი ფუში აქვს, რომ მაინც პადი აერჩიონ არმანის წინააღმდეგ და რამდენად არის ეს თვითონ ილიას გადასაწყვეტი შენი აზრით რა და რამდენად არის შონ შელბიზე და UFC-ზე, რას ფიქრობ? ილიას გადასაწყვეტი არ ამგონია ეს იყოს. ზოგადად, იმიტომ კი არა რომ რაღაცა, ზოგადად UFC ვინც იცის UFC-ს მანქანა როგორ მუშაობს წლების განმავლობაში, კარგად მოიხსენება რომ UFC არ აძლევს იმდენ ძალაუფლებას თავის მოჭხუბრებს, რაც უნდა დიდი ვარსკვლავი იყოს, გადაწყვიტოს და მიუთითოს თვითონ UFC-ის მოჭხუბარმა ვისთან უნდა შემდეგი თუ შესთავაზებ რაღაც საინტერესო кейს, რა ამიტომ რაღაც ისეთ საინტერესო და მომგებიანს მაგათვის, მაშინ დაგთანხმდებიან, შეიძლება დაგთანხმდნენ, მაგრამ როგორც ისეთი UFC-ს ერთი უნდოდეს და შენ მეორე გინდოდეს და შენი გაიტანო, ეგეთ რაღაც არ არსებობს UFC-სთან და ზუსტად ამაზე ვლაპარაკობ ხშირად, რომ ეს არ არის, ესე არ უნდა იყოს რა, მოჭხუბრებს თითქმის უფლებები არ აქვთ. მაგრამ რაც არის ეგ არის მოჭხურების ბრალია თვითონ და აი მაშინ ერთ დაგისვამ კიდე რა ბიზნესის მხრიდან შოუ რომელიც იგივე ბიზნესი არის რაც ყველაზე დიდ ფულს აკეთებს რომელი უფრო ფულიანი ბრძოლა არის იანვარში Paramount-ზე პირველი წარუკიანი თოფურია წარუკიანი თუ თოფურია პიმბლეტი რა არის იგივე ეს ჯერეთი Paramount-ზე არ იქნება pay-per-view, ასე რომ დიდი განსხვავება პირველ რიგში მაგით. ხო, ჯერ შეჩეული არა ვარ, ხო, ვიცი. მეორე. UFC-ის ბრენდი. დღეს უკვე, ადრე ნახე როგორი სიტუაცია იყო UFC-ში, ადრე ყავდათ ვარსკვლავები, იმიტომ რომ დამოკიდებულები იყვნენ pay-per-view-ზე. Anderson Silva, John Jones, GSP, Ronda Rousey, Conor McGregor-ია ესე შემდეგ. როგორც კი პირველი ისეთი სერიოზული კონტრაქტი გააფორმეს ტელევიზიასთან, Fox-ი იყო პირველი, შემდეგ ESPN-ი. ნელ-ნელა ეს გაიცვითა და გაგაქმნეს ვარსკვლავები ნელ-ნელა. მაშინ Fox-თან ჯერ კიდე ბევრი pay-per-view ჰქონდა და დიდი შემოსავალი იყო pay-per-view-სგან. ESPN-ზე რო გადავიდნენ, უკვე საერთოდ თითქმის აღარ დარჩა არავინ ვარსკვლავები აღარ ყავდათ უკვე რა. ნელ-ნელა აი რამოდენი ვარსკვლავი ყავს უკვე დღეს ადრე ჩემპიონის ვარსკვლავი იყო და რამოდენიმე კონტენდერი მაგას მე მაგით იყიდნენ ტრანსლაციას, იმიტომ რომ ძალიან დიდ პრომოუშენს უკეთებდნენ. მე მახსოვს მაო ჯონ ჯონსი და რაშად ევანსი რო ჩხუბობდნენ. ჯონ ჯონსი და რაშად ევანსი. რამდენმა კაცმა იცის ახლა რაშად ევანსი ვინაა, ვინც დღეს დაიწყო ჩხუბის ყურება, ხო? საათ ნახევრიანი კინო გადაიღეს პრომოუშენის მიზნით 3 ნაწილად დაყოფილი მაგაზე რა. თელი ვინ საიდან ჩამოვისი ბიძაშვილი ვისაც კარჩ ყველა მაგათი საუჯახო ხე დაგვიხწერეს და თელი დრამა დავიხატა იმენა მელოდრამა გადაიღეს ტიპებმა იგივე გააკეთეს კარლოს კონდიტზე და ნიკ დიაზე იგივე გააკეთეს GSP-ზე და ნიკ დიაზე მაგარ პრომოუშენს იღებდნენ ჩელსონი როჩლოვი და ანდერსონ სილვას მეორედ ტიპებმა ისეთი მაგარი პრომოუშენი გააკეთეს იმენა ინდოეთის კინო იყო დავჯექი და 3 საათი უყურებდი რა
და მაგებს აღარ აკეთებენ უკვე. იმიტომ რომ ბრენდი იყიდება უბრალოდ. რაც მას შემდეგ რაც ისედაც UFC-ს ბრენდი ნომერ პირველი იყო და მაგას აწვევდნენ ყოველთვის, მაგრამ მას შემდეგ რაც Paramount-ი და ESPN-ი და ეს ყველა ბობოლა ტელევიზიები არიან დაინტერესებული, უკვე ცალკეული ვარსკვლავი ბიჭები აღარ აინტერესებთ მინდათ ამდენად UFC-ს ბრენდი. UFC-ს ბრენდში თუ ხარ, UFC-ს ბრენდი თუ გაწერია, უკვე იყიდება. და აი ამას უკეთებენ აი მიწოვას ყველანაირად, ასე რომ ჩემი აზრით ილია იჩხუბებს არმან წარუკიანთან თუ ილია იჩხუბებს პედისთან ამას ძალიან დიდი განსხვავება და გადამწყვეტ მნიშვნელობა UFC-თვის არ ექნება. ორივე შემთხვევაში ბრძოლა გაიყიდება ჩვენივრად რა. იმიტომ რომ ეს იქნება UFC Paramount-ზე. ეს ორი ასე არ იქნება კაკ არ იქნება ძირითადი, რა თქმა უნდა, თავარი იქნება მოჭყუბრები, იქნება თავარი ატრიბუტი ერთ-ერთი, მაგრამ ეს არ იქნება უბრალოდ ილია თოფურია versus რაღაც წაროკიანი ან ილია თოფურია versus Pimblet. ეს იქნება UFC on Paramount. შენ რა გონია, ანუ დიდი განსხვავება არის UFC-თვის შემოსავლის მხრივ Pimblet-ზე ჩხუბება ილია Paramount-ზე თუ წაროკიანს? აუ ძალიან დიდი, იმიტომ რომ პადი პიმბლეტ და ეს ევროპა და ხო აზე ხარ ეს ძალიან დიდი, აი როცა ინგლისელები და ბრიტანელები ჩარეულები არიან ძმაო, ძალიან დიდი გახმაურება არის რა და მართლა ის არის cash cow არის. მაგას ხედავ. მაგრამ იქ ხო როგორ არის, იქ ხო Paramount-ს რაღაცა გარკვეული განსაზღვრული თანხა იქნება, რაც უნდა გადაუხადონ. და მაგიტომაც ვიძახი გამიგე. ვიცი რომ მთელი ინგლისი ფეხზე დადგება და ზოგადად ბრიტანელებმა მაგარი გულშემატკივრობა იციან. მაგრამ სომხები არიან ნაკლები ძმაო. ანუ ორი გზა არის რა და ერთი რომ ამოიჩიო ყველაზე რთული ბრძოლა ჩემი აზრით. სხვათა შორის პადი პიბლეტი ადვილი ბრძოლა არ მგონია მე. მაგას ვიტყვი ჯენ. აღარ არსებობს ადვილი ბრძოლა. რო თქვა რომ რა არის ყველა უფრო რთული ბრძოლა და რაც უფრო ჩაგეთვალოს, ანუ ლეგასიში რაც შევიდეს რომ ეს კაცი დაამარცხე როცა პიკში იყო ყველაზე მგონი არმანის დამარცხება მოიტანს მაგას, მაგრამ პადი პიბლეტის დამარცხება რაღაცა სხვანაირს მოიტანს, რომელიც აი იგივენაირად გულის მოფხანა არის, ხო გესმის რას ვიძახი რა. ანუ რთული არის, მოდი იცი რას ვიტყოდი, რომ მგონია ილია თოფურია იტყვის რომ მე გახსნილი ვარ, მე უბრალოდ ეს თარიღი მაწყობს და ვინც გინდათ მოიყვანეთ. ხო აზე ხარ? გინდა ისი. რა თქმა უნდა, ორივე არის პლუსები და მინუსები ორივე შემთხვევაში. მაგრამ ეხლა როგორ თქვა ის რომ რაღაც ის არ მოიჩვენოს მსმენელს რა უცნაურად და უხეშად და ცუდად. არ მგონია რომ მიუხედავად რომ დღეს ვნახეთ წარუკიანის დომინაცია და საშიშად და გამოიყურება და ძლიერია ფიზიკურად, მაგარი ჭიდაობა აქვს, ისეთი ადვილად წელვადია რაღაცნაირია, ამხელა კუნთები აქვს და როგორი ელასტიურია. მიუხედავად ამ ყველაფრისა და მიუხედავად რაც გვინახავს პედისგან, მე მაინც ვთვლი რომ უფრო ადვილი არა, რა თქმა უნდა. უფრო ადვილი არავითარ შემთხვევაში არა, მაგრამ უფრო პრიმიტიული მოწინააღმდეგეა ილიასთვის არმანი. და ვიდრე პადი? ვიდრე პადი, უფრო პრიმიტიული. იმიტომ რომ არმანის შემთხვევაში საქმე გაქვს ერთ დომინანტ რაღაცასთან, ძლიერ მოჭიდავესთან. გამიგე? ეგ არის მაგისი პური და ყველი, მაგითი მოდის ეგ. არ აქვს ბევრი ფინიშები. ილიას წინააღმდეგ რამდენად შეუულია ილიას დაფინიშება, რავი, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეხლა MMA-ა და UFC-ს ამხელა დონეზე ვიჩხუბობ, UFC-ს დონეზე იქ ბიჭებმა ყველაფერი იციან, ყველაფერი შეუძლია დარტყმა შეუძლია, საბმიშენები შეუძლია, ჭიდაობა, მაგრამ როგორც ესეთი მომაკვდინებელი და ძალიან განსაკუთრებულად საშიში და დომინაციის ესე წინაპირობა არმანს აქვს ჭიდაობაში. და იგი იქნება მთავარი ფოკუსი მომზადების. უფრო პრიმიტიულად მოსამზადებელი იქნება ილიასთვის. რაც შეეხება პედის, კი, რა თქმა უნდა, კრეტინია, ვიცით კი, არ გვიყვარს, კი, რა თქმა უნდა, წინ რომ მიდის ასე კისერი და ხელებს იქნევს. მაგრამ ძლიერი დარტყმა აქვს და დიდია ფიზიკურად და შეიძლება ყველაფერი შეიძლება გავარდეს და მოხდეს ეგ ერთი. მეორე საბმიშენები აქვს
კარგი და თან სწრაფად იმაშუვა, რა ქვია, იჭერს საბმიშენებს. ძალიან სწრაფად კარგი გზნობა აქვს საბმიშენის, როცა მოდის. ეგრევე ხედავს. და მაგითაც სახიფათოა რა. ანუ კლიანობაში შეიძლება ეხა ისე მოხდეს, რომ ილია ერთსაც ეჩხუბოს, მეორესაც და ორივე პირველ რაუნდში გააგოროს. ღმერთმა ქნას. მაგრამ როგორც ესეთი ორივე მოწინააღმდეგეზე აუცილებელია შეხედვა სხვადასხვა მხრიდან. არც ერთი არის ადვილი, მაგრამ სტილისტურად უფრო პრიმიტიული არმანია, უფრო პრიმიტიული, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ უფრო ადვილია. მე ადრე ვთქვი, უფრო ამას ადვილში ეგვიგულის. უფრო პრიმიტიულია მილიოსის მოსამზადებლად. მაგ და არ გადავიწყდეს თან თუ კი არმანი დაუწყებს მძიმე ჭიდაობის სტილით ჩხუბს ილიას და ილია ამ ყველაფერს გადააგორებს, გადახარშავს, დაიცავს, არ დაიცავს ტექდაუნს, ან წაიქცევა, მაგრამ წამოუდგება, საბმიშენები დაიმუქრება და ასე შემდეგ და მე მოუგებს, კიდევ უფრო ორმაგად უკვე საშიში გახდება, შემდეგ უკვე და სასურველი გახდება მახაჩევის ჩხუბი ილიასთვის და მთელი MMA სამყაროსთვის რა. მე პირადად სიმართლეს გეტყვი რა, მართლა ზედმეტად არ ვფიქრობ, ვიცი რომ ალბათ ან ფადი ან წარუკიანი იქნება, როცა ილიას უნდა რა. იმ თარიღზე და ვინც გინდა მოიყვანეთ რა. ეგ არის მთავარი ჩემთვის რა. ნუ გეიჩი არ ვიცი, შეიძლება ეგეც არ გამიკვირდება რა. არა, გერა გეიჩი დაი რა. ბიჭო, სანამ დავამთავრებთ რა, პატარა 1-2 გართობა რაღაცა თემა და მე ხვალაც ხო უნდა ჩავიწეროთ და მე განვაგზოთ ორშაბათს ხო თქვით. თენგო სხვათა შორის აქვე დავაანონსოთ ხალხი, რომ ამზადებთ რამოდენიმე ჯერ ძალიან ბევრჯერ მოთხოვნილ ეპიზოდს. თენგო და გიორგი ადამია ერთბაშად ერთად. ანუ თენგოს და გიორგის ქართულს თუ ავიღებს, ხო? ერთი მთლიანი ქართველი გამოვა რა, ქართულად მოსაუბრი ადამიანი. სანამ ქარი წაგვიღებს, მინდა მოვიკითხო დუდი, she loves the gloves. ხო. ძალიან კარგად შეასრულა თავის დავალება. რო ჩავიდა ძალიან პროფესიონალურად დაუსვა კონფერენციებზე კითხვები, საინტერესო, საყვარელი, მოსაწონი, კაი შტაბერწილება დატოვა, დიდი მადლობა. აუცილებლად დავასუპორტოთ დუდი. იმედია ვეგაშიც გამოუშვებენ ქართველები, როცა იჩხუბებენ აქ. მოხერხდება იმედია, იმიტომ რომ კარგი ჟურნალისტია ნამდვილად რა. და ჭირდება ხალხი, ვინც დასვამს ქართულ კითხვებს, ინგლისურად და ქართულად. ბიჭო, აი გარი მუთხრა ჩვენიანს რა, რომ საქართველოშიო მინდა წამოვიდეო და მჭირდებითო ქართველებო, რომ დავამარცხო და ისა დავამარცხო მახაჩევიო? კაჭმა უთხრა ყავსაო? ხო და რომი კაჭკაჭი აბარა იმასთან ის არის კაჭკაჭი მასლა იანგარი და აი ზუსტად ეგრეა გაიგე ეს დატოვე ეს ზუსტად არ დატოვე არ ვიცი რაც გინდა მაგრამ ეგრეა მაგრამ კაჭკაჭია იანგარი და ყვავი არის მახაჩევი რამდენი ილაპარაკა პრესკონფერენციაზე ნახე ტიპმა თავის თავზე იანგარის ნახავთ საქართველოში არ არის ცუდი ტიპი არ ჩანს რავი ცუდი ადამიანი არ ჩანს მაგრამ მე მაკაცის გვერდით ერთი ნახევარი საათი რომ გავჩერდით რომ დავაბრიჟევოთ პროსტა ერთად რაღაც და სასაუბრო და რაღაცა რომ მომიწიოს შეიძლება გავოფრინო ნახე ისინი მენა სულ თავის თავზე ლაპარაკობს და თან ბიჭო ცუდი არ თქვა ბიჭო სტუმარი არის და მოდის ჩვენთან რა მერტმა გაუმარჯოს ნელაქნას ტრაპიდან რო ჩამოვა ფეხი არ გადაიბრუნოს რაიც დაუთხრა მერტმა იმედია იჩხუბებს ისლამთან და იმედია არ ვიცი მერტმა გაუმარჯოს მაო კაი ბიჭი ურმესი მადლობა ეპიზოდ 232 Fight Hop პოდკასტი Spotify-ზე, YouTube-ზე, Apple-ზე ყოველ კვირა თქვენთან რომეო 50 ცენტერაძე და ნოსტალ გიორგი სართანია You tune into the Cartwellians on the Fight Hop podcast. Fight Pod, yeah.